გადავწყვიტე ბავშვებთან ერთად წასულიყავით ქალაქ გარეთ. ასეთი გასვლა ძალიან დიდი ხანი არ მქონია ბავშვებთან ერთად, ბოლო პერიოდია. ჩავალაგეთ ძალიან ბევრი ტანსაცმელი, არ ვიცოდი როგორი ამინდი იქნებოდა კახეთში, იმიტომ რომ ეხლა ამ პერიოდში ძალიან ცივა და ორი ბოშით რომ მივდივართ, ძალიან ბევრი გამოსაცვლელი ტანსაცმელი ჩავალაგე. და გადავწყვიტე რომ ახალი გზით წავსულიყავი. გზად გავიარე ყავაზე და წავედი ახალი მაგისტრალით, რაც გაიხსნა კახეთში და არ ვიცოდი. იქიდან გამომდინარე რომ ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ლაგოდეხისკენ გადამეხვია და ასე უფრო მალე მივიდოდი ლოპოტაზე, ამით დავკარგე +2 საათი და ჩავედი ღამის 9 საათზე. ძალიან გვშიო და ძალიან დაღლილები ვიყავით. დავბინავდით, 2 ნომერი ავიღეთ, რომელიც ერთმანეთს უერთდება. ძალიან ბედნიერები იყვნენ ბავშვები, აი უბედნიერესები, ძალიან ციო და ეს სკუტერები არის მათი განუყოფელი ნაწილი. ავედით ნომერში, დავლაგდით და უცებ წავედით რესტორანში. რა თქმა უნდა, კახეთში როდესაც ჩამოვდივარ, უნდა მივირთვა ქართულად. მე ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო. მაქსიმეს და სოფია მოვაწესრიგე, ხელები დავბანე, მეც მოწესრიგდი და გავემართეთ რესტორნისკენ. ეს ჩემი გოგონა იბრანჭება, თავისი მაკიაჟები აქვს წამოღებული და მაქსიმე უცოლქესი, არ ჩამაცმევინა. 1 საათი ვუნდები ერთი ბავშვის ჩაცმას. აქ სოფია იბრანჭება, თმებს ვერ იკეთებს და დედებო გამიგებთ, ნომრიდან გასვლას მოვდით საათნახევარი. როგორც იქნა, გავედით, მივედით. თან უნდათ რომ აუში მოესწროთ ჩასვლა და აქ დაახლოებით არის 9 საათი. იქიდან გამომდინარე რომ შევპირდი რომ ჩავიდოდნენ აუზში, არ მინდოდა რომ პირობა დამერხვია. ჭამეს ძალიან გემრიელად, გავერთეთ, ბევრი ვილაპარაკეთ. მე რო გითხრათ რომ დასალევი მიყვარს, თქო არ მიყვარს და არ ვსვავ, ჩემთვის ყავა და წყალი არსებობს, როგორც სასმელი, არ მიყვარს ალკოჰოლური სასმელი, იშვიათად ვსვავ. ესეც აუზში ჩავიყვანე ზუსტად 40 წუთი. შემდეგ უკვე დაიკეტათ 11 საათზე, ძალიან დაღლილი ვიყავი, უდაღლილესი და გამოვიმართეთ ოთახისკენ. მაქსიმუსი დავაძინე, სოფიასაც ახლა ვაძინებ და გვერდზე მიზის და ნამცხრობი გამოვუწეხი და დავიძინებთ. მე ნამდვილად არ ვარ ნორმალური. დილის 6 საათია, დღეს არის ახალი წელი უკვე. რამდენი საქმე მაქვს, დედამთო მამამთილი მომდის, სუფრა უნდა გავშალო, საჩუქრები არ მიყიდია. თამოსკენი ჩავებოთ მუშაობას განაგრძობს და ლიპკიტებზე არის რა ხდება რა და ლიმიტირებული გამოშვება რო გვაქვს და მე რაზე ვფიქრობ? მანჰეტენზე და ბრუკლინში მინდა გავაკეთო ღონისძიება. ასევე ბრუკლინში შემოთავაზეს 4 სალონიდან შემოთავაზება მაქვს რაღაც არაულად ლაპარაკებით, სადაც შემიძლია თამოსკენი შევიტანო და რა თქმა უნდა ერთ-ერთს ავირჩევ და ყველანაირი საფუთი გვაქვს როგორც ევროპაში შეტანის, ასევე ამერიკაში. და ამაზე ვფიქრობ, ასევე რა ვიცი, რაღაცებზე ოქტომბრისთან ახალი პროდუქცია მუშაობს, არის თვალიშრატი და ერთი სული მაქვს თებერვალში, როცა როდის მორჩება წარმოება. ამებზე ვფიქრობ. ტვინს ვერ ვთიშო, მირჩიეთ, როგორ გავთიშო ერთი დღე მაინც ტვინი, რომ მუშაობაზე არ ვფიქრო. სულ რაღაცაზე ვფიქრობ, ეს რა ნორმალურია, არ ვიცი რატო, მაგრამ ეხლა ვსივარ ხო, ჩემი გვარი არ არის სახლში, მეგობრებთან ერთად არის და იმაზე ვფიქრობ, რა გავაკეთო. და იცით კიდე ახლა გიჟად ჩამთვლით თქვენ, მართლა გიჟად. დღეს ვიყავი ღონისძიებაზე და სტამბას გოგოს ვურეკავდი. სიყვარულს დღესთან დაკავშირებით, რომ გამეკეთებინა გულის ფორმის რაღაც სეტები ისეთი, ისეთი კი არ არის ისეთი რომ ეხურებოდეს, არა, ისეთი. რა დროს ეგ არის, ახალი წელია. არ ვიცი, ხანდახან ტვინს ვერ ვთიშო, სულ მინდა რომ რაღაც ვაკეთო. ჩინაგანად მაქვს, რაღაცას რომ ვეძებ და იქამდე ვერ ვისვენებ, სანამ იმ რაღაცასა რომ ესე ვიყავი ლიპკიტებზე, იცით, მიდია რომ მქონდა ტვირთსაცხების. მინდოდა რაღაცნაირად განსხვავებული ყოფილიყო რა. ისეთი რომ გაგეხარდებოდათ რაღაც, ახალი იქნებოდა. ესე ვარ ახლა კიდევ ძალიან ბევრი არ არის მართალი, ზოგადად ერთ პროდუქტს დაახლოებით 5 თვე მაინც უნდა რა, რომ გაკეთდეს და რაღაც პროცედურები არის საჭირო. შესაბამისად, ყოველთვის რაღაცას თუ ვაკეთებ ხოლმე, ძალიან დიდი ხნით ადრე ხდება ეს ყველაფერი რა. ხო და ასე.
დილის 6 საათი და ვფიქრობ მუშაობაზე გათიშული ვარ, აი გეფიცებით ყოველდღე, აი ასე ვარ, სატელში ვერ ჩავწიკი, ისეთი დაღლილი ვარ და სამუშაოზე ვფიქრობ, ეს წვენის უჯრედები გადაიწובה ხალხო. არ ვიცი, თქვენც ხართ ასე, ვინმე ხარ ჩემნაირად?